როდესაც ტყვია გაუმტარ ჟილეტს იარაღიდან გასწორული ტყვია მოხვდება, ის სავარაუდოდ გაივლის პირველ ფენაში. ტყვია გაუმტარი ჟილეტი რამდენიმე ძალიან მჭიდრო, მაგრად დაპრესილი ფენისგან შედგება, რომლებსაც შეუძლიათ ტყვის გაჩერება. დარტყმის მომენტში ტყვის ძალა და ინერცია მთლიან ჟილეტზე გაიფანტება. მიუხედავად იმისა, რომ ტყვია ორგანიზმში ვერ აღწევს, მან მაინც შეიძლება გამოიწვიოს ჩატეხილი ნეკნები, შინაგანი ორგანოების დაზიანება ან სისხლჩაქცევები. ბევრ ადამიანს გონია, რომ კუს შეუძლია თავისი ბაკნიდან ამოსვლა, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. რეალურად მისი ბაკანი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დამცავი, რადგან ის არის მისი სხეულის ნაწილი. კუს ბაკანი დაკავშირებულია მის ხერხემალთან და ნეკნებთან. ჯამში დაახლოებით 50-მდე ძვლისგან შედგება. და იცოდეთ, რომ თუ კუს ბაკანს მოაძრობთ, ის აუცილებლად მოკვდება. თქვენი ტელეფონის სკრინზე მთლიანად გადის ელექტრული ველი. როდესაც ტელეფონის სკრინს შეეხებით, ეს ელექტრული ველი ზუსტად შეხების ადგილზე წყდება. შემდეგ ეს ინფორმაცია იგზავნება ტელეფონის პროცესორში და იგი ხვდება თუ რა ადგილას დააჭირეთ თითი. ვიდეოს მოწონება და ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეს.